ერთი წელი 13 ივნისის სტიქიიდან ვერესხეობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა. Როგორ გამოიყურება მდინარე ვერესხეობა, როგორ ცხოვრობს დაზარალებული მოსახლეობა სტიქიის ზონაში და დააკმაყოფილეს თუ არა ისინი საცხოვრებელი ფართებით ამ დროისთვის. მაკალაშ ხეგი ამბობთ დეტალებს. წამებში ივსებოდა ეს წყლით ეზო და სახლი ემჩნევა ეხლაც, სადამდე იყო მთლიანად დაფარული იყო. სვანიძის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრები ეთერჯიქია 13 ივნისის ღამეს იხსენებს. სტიქიის დროს სახლში შვილებთან და მოხუც დედასთან ერთად იმყოფებოდა. ჯიქიების ოჯახი ერთ-ერთია, ვინც სტიქიის დროს დაზარალდა. საცხოვრებელი სახლიდან ვერაფერი გადაარჩინეს. ჩვენ სახლი დაექვემდებარა მეორე კატეგორიას, ესე იგი რეაბილიტაციას და აღდგენას. ამიტომ მთავრობამ დაგვიქირავა ბინა, ცხოვრობთ ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში. ხათუნა ზუმბულიძე იმ დროს იხსენებს, როცა სვანიძის ქუჩაზე ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა. უეცრად მოვარდნილმა ღვარცობმა კი მიმდებარედ არსებული სახლები მთლიანად გაანადგურა. როგორც ხედავთ, აქ არც ერთი სახლი აღარ არის. 8 სახლი იდგა, 8 შენობა. 6 ეზოში იდგა 8 შენობა. წინ არც ერთი შენობა აღარ დარჩა. ერთი ეს პატარა როგორც ხედავთ, არის დარჩენილი და იმასაც დღეს-დღე აიღებენ. 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულების უმრავლესობის განცხადებით, ისინი საცხოვრებელი ფართებითა და კომპენსაციით უკვე დააკმაყოფილეს. პირველი კატეგორიის დაზარალებულების აბსოლუტურად სრული უმრავლესობა თითქმის არის უკვე დაკმაყოფილებული და მათ აქვთ თავის საცხოვრისები. არის რამდენიმე ოჯახი, რომელთაც აქვთ მეორე კატეგორიიდან პირველ კატეგორიაში გადასვლის სურვილი და რამდენიმე ოჯახი, რომელსაც აქვს ერთმანეთში დავა. ეს მოედანით სვანიძის ქუჩაზეა, სადაც 1 წლის წინ 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა. 13 ივნისის სტიქიამ კი სახლები ისე დააზიანა, რომ მათი დემონტაჟი გახდა საჭირო. თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას გეგმავს. ამ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი იდგა, მაგრამ ვინაიდან დატბორვის ზონაში მოხვდა და შესაბამისად დაზიანდა სახლები, ჩვენ მთლიანად გამოვისყიდეთ. მაცხოვრებლები დავაკმაყოფილეთ ახალი ბინებით და შესაბამისად მოხდა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი. ეს ტერიტორია მომავალში განვითარდება როგორც რეკრეაციული სივრცე. სკვერები, ბაღები, ტერიტორიის გამწვანება და ბავშვებისთვის გასართობის ზონის მოწყობა, საფეხმავლო და ველობილიკების გაკეთება. ვერესხეობის მიმდებარედ მზიურში ახალი სარეკრეაციო ზონის მოწყობისთვის თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ვერეს კალაპოტის ფორმირებისათვის დაიხარჯება დაახლოებით 14 მილიონი ლარი. უკვე მზად არის და არის კონცეფცია მზიურის ტერიტორიის და საერთოდ ვერესხეობის განვითარების კონცეფცია. ეხლა ხდება პროექტირება. ასე გამოიყურება ვერესხეობა სტიქიიდან 1 წლის შემდეგ. გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე მდებარე ავტომაგისტრალის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აშენდა ახალი ხიდი, ჯებირები და მოეწყო განათების სისტემა. ყველაზე უმთავრესი რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა. იქ სადაც ყველაზე დიდი იყო წყლის დარტყმა და გზა მთლიანად განადგურდა და გვირაბი განადგურდა, იქ გავაკეთეთ სახიდი გადასასვლელი, რომელიც არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყველა სათავისი გვირაბისა კეთილმოეწყო და შესაბამისად ჩაისხა დამატებით ბეტონი. 13 ივნისის სტიქიის შედეგად 229 ოჯახი დაზარალდა. აქედან 60 ოჯახი პირველ კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომელთაც საცხოვრებელი სახლები სტიქიამ მთლიანად გაუნადგურა. 6 ივნისის მონაცემებით პირველი კატეგორიის დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები შესაძენად უკვე გადაეცათ 14,846,043 ლარი. ორ ოჯახზე საკუთრებითი სამართლებრივი დავა ამ დრომდე მიმდინარეობს.